გამარჯობა მეგობრებო, დღეს თქვენ ამ ვიდეოში ნახავთ ბადის ქსოვას. უნდა გქონდეს რამე ესე თხრილი ჯოხინგან გამოჭრილი აი ესე და კაპრონის ზაფი აი ესე მომბული ესე რა და ხო. ამას რომ დაახვევთ მეგრემ კედელზე შეგიძლიათ მიაჭერთ აი რამე ესეთი და მიამბათ ამ კაპრონიზებს და ეხლა გაჩვენებთ ამ ვიდეოში როგორ იქსოვება ბადი. ასე რამდენჯერმე გავუყრით. აი ასე და დაჭიმოთ. ოღონდ ეს არ იყოფა. კიდევ უნდა. ოღონდ ახლა ამჯერად უკვე ორჯერაც შეგიძლიათ ქნა და აღარ უნდა მეტი. ამას ძალიან ჩაფსკვნები არ უნდა. აი ასე. აი ასე. შემდეგ ვაკეთებთ აი ესე ყურბს, აი ესეთი სახა ზავი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ოღონდ დიდი არ უნდა, აი ეს რომ ჩაეტიოს იმხელა ყურბს ვაკეთებთ. აი ესე აქ მოკიდებთ ხელს, ამას გადმოიღებთ ესე თითზე და აქ დაიდებთ თითზე და გამოატარებთ ამაში. უი, შემეშალა მოიცა. აი ასე. ასე და აი სულ გაკეთდა ყურბი. აი შემდეგ ამას ესე გააკეთებთ, აქ მიუდებთ და ამას ესე ქვემოდან და უკნიდან ესე ამოუყრით. ესე იქნება. ეს შეცდომა იყო რა უშავს, აი ესე რომ გავუყრით და ესე უნდა მივიდეს აქ. ოღონდ ბოლომდე ესე ვერ იზამთ. ცოტა უნდა ჩამოუწიოთ, აი ესე ამხელა ეყოფა. შემდეგ ესე თითზე გადაიდებთ და აქ ამას გამოატარებთ ორჯერ. ხო, აი ერთი თვალი გაკეთეთ და მე ამას ხელს მოკიდეთ და გაკაჭავთ ამას. აი ვსო, ერთი თვალი გაკეთეთ და ოღონდ მთლიანი ბადი ესე არ იქსოვება. ნახავთ ამ ვიდეოში იქნება ყველაფერი ეს ზაფი თუ ეყო. რაღაც ძალიან არ მგონია თუ იყოს, მაგრამ ვნახოთ მაინც. ესე, ამასაც ესე გააკეთებთ. ოღონდ მე ახლა დიდ თვალიანს გსოვ რა, შეგიძლიათ პატარაც გააკეთოთ. ოღონდ ისიც ესეთია, მაგრამ ცოტა რთულია რა მაინც. ესე ჩვანები არიან იმენა, რაოდენობით. მთელი ეს